Saza, ჩან ვარ? კი, ჩან ხარ. დიახ, მეგობრებო, დღეს სამშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას მარილი გემოვნებით. პარასკევია. პარასკევია? ბიჭო, გავიგე რომ პარასკევია, მაგრამ ეს გადაცემა ხო სამშაბათს დაიდება რა? ზაზუში, რა უნდა გთხოვ რა ძმურად? შენ რო გადაიღო რა მხოლოდ რა. კარგი? მოკლედ მეგობრებო, ჩვენს გადაცემაში დავაგემოვნებთ სხვადასხვა კერძებს და გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებას. მეტი კომპეტენტურობისთვის მეყოლება მეორე წამყვანიც, რომლის აზრიც ბევრად მნიშვნელოვანი იქნება. მოიცეკეთ რა გამოვიდა ეხლა რომ ანუ თავი დავიმცირე, ის უფრო მნიშვნელოვანია? ისა ზაზუში, ეს რო ამოჭრა რა ძმურად რა. აი ამოჭრა. ის როგორ იყო? შიროკედი მიყო, კარგი? მოკლედ მივესალმოთ მეორე წამყვანს, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ უფრო მეტი ვიდრე ნაკლები, კოტიტა თაკუ აბაშიძე. იგივე ბოტოტა. კოტიტა, რა ვიცი, ვისაც რომელი მოგკონთ არ არის პრობლემა, თაკოს არ წეს არაფერი, ეგრე არ არის თაკო. რა? ჩასკდომა. აი ძაკაია. ხო, აი ხო გითხარით. ჩემ დღევანდელ შიმშილს უნდა ზუსტად ჩასკდომა. ანუ შეერი ხარ. შია, არ მითხარი რომ დამირეკე რომ გადაცემა ჩაწერეთ რომ ხო შეერი ყავიო? ისეთ აი ძალიან მომწონს, აი რო გიყურებ, აი მართლა ძალიან მომწონს, არა. შენი გვარი თვითონ აბაშიძე. და შეგიძლია რომ გამიცვალო? რაში? ჩემს სახელში, ბექაში. და რა ვიქნები? ანუ მე ვიქნები აბაშიძეონიანი და შენ იქნები თაკო ბექა. არ მინდა. მოდი ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და შემოგთავაზოთ კერძი. თაკო, მაინტერესებს პირველ რიგში როგორი კერძები მოგწონს, რა ტიპის მომხმარებელი ხარ, კვებით ესე იგი მე ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა. შესაბამისად მე ყველანაირი კერძი შეიძლება მომეწონოს, მთავარი ხაში არ იყოს. რატო? არ მიყვარს. ნუ აი არ ვიცი. ხაში არის ის კერძი, რომელიც ხაში არ გიყვარს შე? არ მიყვარს. ბაბა ძალიან ბევრს როცა swab ხოლმე, ნუ და ძალიან მეორე ბევრს დღეს არ swab ხოლმე, მაგრამ როცა swab ხოლმე, ძალიან ბევრს. მაშინ მაინც არ მიყვარს ხაში. და როგორ კერძებს ანიჭებ უფრო უპირატესობას? იცი რა, მე ძალიან მიყვარს ხორცი. ხორცეული. ანუ ხორცი თუ არ იქნება, მე მშია მეგობრებო რა. ამაში ისე თანხდებით, რომ მეც ხორცის მომხმარებელი ვარ, ძალიან ცუდია, ამდენ ხორცს რომ მივირთმევთ ადამიანები ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი ადამიანები, რომლებსაც გვიყვარს ცხოველები. ისე რას ფიქრობ ეხლა როგორი კერძი დავაგემოვნოთ? იცი როგორ კერძს შევჭამდი? აი წვადი, ნეკნი, ჩაკაფული. არა, აი რაღაცა ბურგერ შევჭამდი, ალბათ. არ გიყვარს ბურგერი? ბურგერი სხვათა შორის ძალიან მიყვარს რა. ბურგერი ძალიან მიყვარს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბურგერს თუ დავაგემოვნებ, რამდენიმე ბურგერი დავაგემოვნოთ. კი ბატონო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მაინც თulis ხოლმე, რომ რაღაცა ერთი კომპანიის ბურგერი უკეთესია და მე ვთვლი, რომ ხასიათად გააჩნია რა განწყობაზე ვარ, როგორი ბურგერი მირჩევნია წვნიანი თუ უფრო გამომშრალი დღეს და ასე შემდეგ. მაინც მე ანუ მე იქეთ მივდივარ, რომ განწყობა მნიშვნელოვანია. გონია რომ ტლიკინებ, უბრალოდ ზედმეს ტლიკინებ. ზოგადად ბურგერზე მაქვს ესეთი შეხედულება რა, მართლა რა ბურგერი მეგონა, პირველი ბურგერი ჩემს აღქმა იყო მაკდონალდსი რო გაიხსნა, პირველი აღქმა მომივიდა რომ აი მაკდონალდსის ბურგერი ესეთი უნდა იყოს რა. მეც მიყვარს ძალიან მაკდონალდსის ბურგერი. ხო, კარგი გამოვიძახოთ მაშინ, რომელი ბურგერი გიყვარს? იცი რა, მე როგორც აღნიშნე, მე მიყვარს ზოგადად მაკდონალდსის ბურგერი. ეს ის გადაცემა, სადაც სიმართლეები უნდა ვილაპარაკოთ ხოლმე, ამიტომ ვიტყვი რომ მიყვარს ნამდვილად. თუმცა შეგვიძლია რომ სხვა ბურგერების დავაგემოვნოთ. ამ ბოლო დროს ორმაკ ჩიზბურგერს დაუმუღამე რა, ესე ვთქვათ, ნორმალური დოზა. ბიგ მაკი არ გიყვარს? ბიგ მაკიც მიყვარს, უფრო როიალი მირჩენია. სხვათა შორის ბიგ მაკს. მე ბიგ მაკი მირჩევ. აი როიალი უფრო მეტად წვნიანია, სველია და სისველა მიყვარს და აკომშრალებს ვერ ვითან. და ორმაგი ჩიზბურგერი ზოგადად არის პატარა, ზომიერი, თან ხორციც ბევრი აქვს, ყველიც ბევრი აქვს. და აიღე ორმაგი რატო პატარებსაც ვერ იცავ? აი პატარა ძალიან პატარაა რა. ხოდა მოდი მე ორმაგი ჩიზბურგერი გავამიძახე. მეც მინდა ორმაგი ჩიზბურგერი და მე ბიგ მაკი მინდა და შენ როიალი? ბიგ მაკსაც დავაგემოვნებ და ორმაგი ჩიზბურგერსაც. დააგემოვნე როიალი, მე ბიგ მაკს დავაგემოვნებ და ორმაგი ჩიზბურგერი ორივემ დავაგემოვნოთ და რა თქმა უნდა ფრი. აუ აბა გადაგვიჯვია თავზე. ამას ტურო დაადო რა ზაზოში. ტურო დაადო ამას. როგორ მინდა ზაზოშა უსებ ესე გაგიკეთე. რა სხვათა შორის ჩვენი მეგობარი, ერთ-ერთი მეგობარი რა. სახელ და გვარს დავასახელებ. ხო არის ხოლმე ხშირად რა სახელი. არ დავასახელებ. ეკატერინე აფშილავა მასწავლა, ესე იგი კარტოფილი ფრი, მაკდონალდსის ფრი და ნაყინი ერთად. რა პირველად რომ ნახე მეთქი არ არის წესიერი ნორმალური საქციელი. მაგრამ მე რო გავსინჯე მიხდი რომ ძალიან მაგრა დააგემოვნეთ. ანუ ნაყინში აიღეთ ფრი, ჩააწეთ და ისე მიერთეთ. სასწაულია.
კაი, რამდენი წუთი დაგიწერა? ახლა სადაც ვიმყოფებით, აქ არის ახლოს და დაწერა 15-20 წუთი. 15 წუთი მეგონი ნორმალური დროა. ეხლა ძალიან მოშიებულზე 15 წუთი მოიწმეს ადამიანი. კარგი, გავხსნათ, ვერ ვითმე. გავხსნათ, აბა. კარგი, ეხლა ვნახოთ ამაში რა აი, გვაქვს. ერთი რიცი რა მაინტერესებს? აი, ეს მომენტი რა ძალიან მაგარია შეფუთვა, სანამ გავხსნით დიდი ბოდიში. აი, ეს მომენტი მაინტერესებს. აი, ესე ცხიმიანი უნდა იყოს? არა, არ მომეტანა, იმიტომ რომ ეს დავინახე რამდენიმე ლაქა ცხიმიანი. მაგრამ ესენი კარგად გამოიყურება. იქნებ რა ალბათ კიდევ რაღაცაში დევს? ერბო მოგვიტანა. არა, ქონი. ერბო ქონია. კაი, ნახეთ. კარგით, ესე იგი ამაში არის free. და მაგიტომ ხედავ, ფრის თავისებური ცხიმი აქვს, მაგრამ მაინც რაღაც ვიზუალი ისეთია, რომ და McDonald's-ის ყველაზე მეტად, ერთ-ერთი ყველაზე არა. უბრალოდ ერთ-ერთი დეტალი, რომელიც მომწონს, არის ის, რომ მოკლედ კარგი შეფუთვა აქვს რა. ხელსახოცებს რაც შეეხება, მეგობრებო, პირდაპირ აქ მქონდა მშრალი ხელსახოცები. ამ შეკვეთისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ McDonald's-ი სველ ხელსახოცას დაამატებს, მან ხომ არ დევს? ნახოთ ჯერ ადევს ამოვიღოთ. ხო, McDonald's-თან მაქვს ხოლმე ერთი ესეთი პატარა პრობლემა რა. თუ არ უთხარი, რომ ბევრი ხელსაწმენდი ჩაგიდოს, არ გიდევს, მაგრამ ამჯერად გამოსწორებული აქვს საკმაოდ ბევრი 1 2 3 4 5 6 7 8. აქაც 1 2 3 4 5 6 7 8. ხო, შეგიძლია რომ დისტრიბუცია დაიწყო იმდენია და გაყიდო ცალკე რეალიზება. ხო. ზაზუш, ესენი არ გადამიყარო, ვაგროვებ რა მე აქ იქნება რა. ხო და კიდევ სიურპრიზი რა მიყვარს ხოლმე McDonald's-ის. რა შეიძლება ეს ვიღაცას არ უყვარს და არა ჰიგიენურად მიაჩნია, მაგრამ რომ მორჩები კარტოფილ ფრის და რომ ჩაიხედები და კიდევ ბონუსად რო არის. ბონუსად რო მოდის ხოლმე რა. ჯერ ჩიზბურგერი ვჭამოთ თუ Big Mac-ი? მოდი რა ვქნათ, იცი? Big Mac-ი უფრო დიდია და რთულს შევეჭიდოთ. სიკვდილეებით რთულს შევეჭიდოთ ნამდვილად. მოდი გავჭრათ კიდეც ვაჩვენოთ, ხო? ზუსტად ამას ლამობდი. ლამობდი? კი ბატონო. გეხვეწები და ამე. ხო, ზაზოშ ამპუთებსაც ვაგროვებ საერთოდ არ გადამიყარო. მე ხო მაკულატურაზე დავიწყე ჩალენჯი. დიახ. ხო და ტონაზე იხდიან რაღაცა კონკრეტულ თანხას. ცოტას? არა, ცოტას თქვათ ვერ იტყვი ხო. ნუ ვაღიაროთ რომ Coca-Cola ძალიან გემრიელია მაგდანაც. აი ესე გამოიყურება. თავისი соусიც აქვს, ჩამდნარი ყველი ბოსტნეული, რომელიც ძალიან მომწონს. შავი კიტრი და ასე შემდეგ. მაგრამ ვნახოთ ახლა მივირთვათ. კი ბატონო, მეც გავჭრი თუ შეიძლება. ჩემი ულუფახო არ გაგიზიარო და ზაზუშას აგერ მადლია მიცები. ზაზუშას შემნახევარს ვაჭმე. ხო, კაი. თავარია დავაგემოვნოთ ახლა და ვნახოთ როგორია. კარგი. აბა გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. დავაგემოვნოთ. ზუსტად ამას ვამბობდი რა. ანუ ჩემთვის მოკლედ Big Mac-ი არის დიდი. უფრო დიდი ბურგერებიც არსებობს, რაზე საუბარი, მაგრამ Big Mac-იც დიდია. და რომ free დავაგემოვნო. free, ძალიან გემრიელია ჩემი. სამწუხაროდ გაცივდა სანამ ბურგერი. მაგრამ მაინც გემრიელია. რომ მოვიდა ცოტათი მაინც ქონდა სიტყვა შენარჩუნებული, მაგრამ პატარა თებში დამჭირდება ახლა ამისთვის. მე კეჩუპს საერთოდ არ ვიყენებ ხოლმე. კარტოფილ ფრიზე? ფრიზეც კი. დარწმუნებული ხარ? კი, მირჩევნია რომ ბურგერი და კარტოფილი ვჭამო ერთად, არის ხო არიან ადამიანები, ვინც ცალკე ჭამენ. მე ხო გითხარი ადამიანი არის ფრიზ და ნაყინს ჭამს. ხო, აი მე მირჩევნია რომ ბურგერი და კარტოფილი ერთად ვჭამო. ზაზუშ, აი ეს კეჩუპის ისინი და ისინი შეგიძლიათ წაიღო, მარტო მუყავები დამიტოვე. კარგი, მოკლედ Big Mac-ი, ნუ გასაგებია. დავაგემოვნეთ. ჩემი სინი მაქვს შესწორებები, შენ ძალიან გიყვარს და რაზე საუბარი, შენი გემოვნება, მაგრამ მე პირადად Big Mac-ს მირჩევნია აი ეს მომცრო ორმაგი ჩიზბურგერი. კი ბატონო. კი ბატონო. ძალიან კომპაქტურია თან, ნახე, აი ძალიან პატარად, აი ეს შიგნით პური არა. მოსახერხებელი საჭმელად. მოსახერხებელი. კი ბატონო. McDonald's-თან რა, ყველაზე მაგარი ამბავი. ყველაზე მაგარი რა, ნუ რომ მოვდივარ, ესეთი გლდანის ხიდები მაქვს გამოსავლელი და ყოველთვის ხდებოდა McDonald's-ი, ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. კი ბატონო. ეხლა უკვე მანამდე ხდება Wendy's-ი, რომელიც რაღაცა კონკურენციაშია შესული და რამდენად უწევს ეხლა ეგ არ ვიცი, მათი ესე ვთქვათ ბაზრის კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაც დონეზე უწევს, იმიტომ რომ ბევრი ფილიალია გახსნილი Wendy's-ის, როგორც McDonald's-ის, ცოტა მე შემოვიდა მესმის, მაგრამ რაღაცა სხვა ხაზი აიღეს რა. აი მაგალითად რა ხაზი აიღეს, იცი? ანუ მე პირადად ხო მიყვარს კარტოფილი ფრი ძალიან, მაგრამ McDonald's-ის ფრის მირჩევნია Wendy's-ის ფრი.
იმიტომ რომ ის არის კანიანად დაჭრილი, კი ბოლოებში აქვს ის კანი რაღაცა, მაგრამ რაღაც სხვა არომატი აქვს, ესე ვთქვათ რა. და კარგი იქნება თუნდაც თუ შევადარებთ შედარების. კი ბატონო. შედარების. აი ვენდისის ბურგერს მე მირჩევნია მაგდონალდსის ბურგერი, იმიტომ რომ ჩემთვის ვენდისის ბურგერი ზედმეტად მშრალია. აი მაგდონალდსიდან 2 ხელსაწმენდი დაგვრჩა. ანუ რა გამოდის რომ 6-6 ხელსაწმენდი გამოვიყენეთ? ჩვენ შეგვიძლია ეკოლოგიაზე უფრო მეტად დავფიქრდეთ. 7-7, იმიტომ რომ 8 იყო. ხო, აი მართალი ხარ 8 იყო. ხედა მათემატიკაში ძლიერი ხარ. ხედავ როგორია. და ეკოლოგიაზე შეგვიძლია ვიზრუნოთ და შევამციროთ. ნაგავი. ხო, ნაგავი შევამციროთ. ხო არის ისეთი გადაცემა რა, რომ ესე რომ რამდენი ნოტიდან გამოისნო, ანუ რამდენი ხელსაწმენდით გაიწმინდეთ. გამოიცანით მელოდია. ხო, გამოიცანით იყოს გაიწმინდეთ ხელი. კარგი, სისულელებს ლაპარაკობ. ესე რო აკეთებენ. არა. ესე რო აკეთებ, ხო არ გევასება. ხო და ამიტომ რაღაცა კბილის საწმენდი ძალიან გთხოვთ ობიექტებო, მოგმართავთ თხოვნით, გთხოვთ გაითვალისწინეთ მომხმარებელი და კბილის საწმენდი რაღაც მოაყოლოთ, რომ უხერხული ხმები და სხვა ნივთები არ აღმოჩნდეს პირში, ზედ კბილის ემალიზებულ ზედაპირზე. კარგი, გამოვიძახე ესე იგი დაახლოებით 23 წუთში მოვა. ცოტა მეტია და ვნახოთ როგორ ბურგერებს მოიტანენ და როგორ ფრის. კარგი, მე დაველოდები მაშინ. კარგი ინერვიული. რას კითხულობ? აი ფასებს კითხულობ. ხო. წიგნი გეგონა? არა, წიგნი არ მეგონა, მაგრამ პრეტენზია გაქვს რამე ფასებთან? არა, არაფერი, მაგდონალდსის ფასებია, მოკლედ ამას შევინახავ, 65 ლარი და 30 თეთრის ღირებულება შეადგინა ჩვენს მიერ გასინჯულმა კერძებმა. რა შვება ვენდისი? რას წერს? ვენდისი წერს. რა შვება, აბა ზაზა დახვდა ქვევით? არის ვენდისი? მოვიდა? მოვიდა. გასძახი, გახედი, აბა. ვენდისმა დაამატა ეს პარკი, რომელიც ბრენდირებულია და კარგია, რომ თქვათ, აი ესე გადაკეცილი განსხვავებით. ამას ხელს მოვკიდებ, უკაცრავად მე მინდა პირდაპირ ვაჩვენოთ, რომ ესე იგი, როგორც მე მივხვდი, ფრის ნაწილში ყველგან ასეთი ზეთიანი ლაქები გვექნება გამოძახების დროს. ხო, მაგრამ იცი რა მომენტი მაქვს, ოღონდ მართლა რა. ანუ ძალიან კარგია, არანაირი პრობლემა არ არის, თუნდაც ქუჩაში როცა ვარ, თუნდაც როდესაც შევივლიკვების ობიექტში, მაგრამ აი ეს არის ძალიან კარგი. აი რა გახდა ერთი პატარა თუნდაც ბრენდირებული სტიკერი, რომ აი ეს გახსნილი რო არის ფსიქოლოგიური განწყობა გაქვს, რომ ვიღაცამ ჩაიხედა, ხელი ჩაყუან ასე შემდეგ. გასაგებია, ჩემთვის მაგალითად ეს ზეთის ლაქები არის პრობლემა. იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო შესახედია, შესაბამისად. ეგ ჩემთვის პრობლემაა, მაგრამ აი ეს ძალიან გამახარებდა. ეს მოთხოვნა გაქვს. ხო, უბრალოდ პატარა ესეთი არსებობს ესეთი წებობა. პატარა რკინის პატარა ნაწილი. რკინის ნუ იქნება ხაღალდი, რომელიც ეწებება. და ისევ თავის რეკლამას და თავის ბრენდირებაზე გაუსვას ხარ. აი აქაც სხვათა შორის 1 2 3 4. კი ბატონო, ჩემი ხელსახოცები პირდაპირ კარტოფილში იდო, შესაბამისად კარტოფილიანი ხელსახოცებია. კარტოფილიანი ხელსახოცები მექნება. ეს გამოყენებული ხო არ არის შემთხვევით? არა, როგორ გეკადრება. ხო, და კიდევ ერთი რაღაცაა რა, ანუ კარგია ხომ ეს მისრაც უფრო ბევრია, მაგრამ უფრო კარგი იქნება, რომ თუნდაც ქაღალდი ხელსაწმენდი იყოს ცოტა მაღალი ხარისხის. აი ესეთი ფოლგისებური შეფუთვით. აი ეს ცოტა ჩაჭყლეტილია და შენ მოგცემ. ხო, რა თქმა უნდა. კარგი, არ მიწყინოს არც ერთმა კომპანიამ. ეს არაფერი პიროვნული მეგობრებო, აბსოლუტურად. მაგრამ ხელსაწმენდებს შევცვლიდი რა, ანუ უფრო დავხვეწდი და უფრო ხარისხიანს ჩავდებდი. თუნდაც გავხდიდი ბრენდირებულს. თუნდაც ბრენდირებულს. კი ბატონო და სქელს ერთფენიანი ქაღალდია, ჩვეულებრივი, არც E ვიტამინიზირებული, რომელიც გამოიყენება, ესე ვთქვათ, და ლანდავს. არა, არც ლანდავს ისე ძალიან. მოდი, დავიწყოთ ბურგერებით, რომელიც არის ძალიან თბილი. ეს არის ალბათ ორმაგი ჩიზბურგერი. ეს ორმაგი ჩიზბურგერი იქნება. კარგი, აი კარტოფილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მოკლედ და ჩემი ფავორიტია, ესე იგი კარტოფილი ფრიში. აი ეს მომენტი, ნახეთ. აი ეს მომენტი, სადაც აი ეს კანი აქვს რა, რომელიც დიდ არომატს და ამბავს და სიყვარულს მიკეთებს. აბა გთხოვთ, გამისინჯე. ani გაუსინჯე ვენდის. ხი როგორია? იცი რა, მე არ მიყვარს ვენდისის კარტოფილი. ვენდის კარტოფილი არ გიყვარს? არა, მე მირჩევნია მაკდონალდსის კარტოფილი. ვაიმე. შეფუთვა კარგი აქვს. ცოტა მოწყენილია, მაგრამ ეს მოწყენილობა შეიძლება რომ გავამხიარულოთ. და განსხვავებით მაკდონალდსის ჰამბურგერისგან, მეგობრებო, ოდნავ ორ თქლისგან დასრულებული გახლავთ ხვედა
ნაწილი რაღაცა თითქოს მეჩვენება რომ ხორცი ჭარბობს Wendy's-ის ჩიზბურგერში. თუმცა ერთ-ერთი მოთხოვნა უნდა იყოს რომ როდესაც თითით დააწვევი ბექა ნახე უკან უნდა ამოდიოდეს რასაც აკეთებს. ამოდის. კარგი, ვიზუალურად საშუალო დონეზე გამოიყურება, მე თუ მკითხავ და გაგვიმარჯოს, გემოვნახოთ. აი პური აქვს ცოტა ტკბილი, ოდნავ ტკბილი. პური აქვს ტკბილი და მშრალი. ხო, და მშრალი. კი ბატონო, ოდნავ ტკბილია ვიდრე McDonald's-ის პური. ხო რა, ვერ იჭმევა ისე იმ გემოზე, ცოტა მშრალი, ცოტა სველი, აი ეს ცოტა რაღაცნაირად არა ფაფუკი და არამედ რაღაცა მოტკბო გემოს უფრო მგონია ეს ზედაპირი, ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. რა თქმა უნდა, მეც მხოლოდ ჩემი გემოვნებით ვისაუბრე, მეგობრებო. გემო იყო მშრალი, მაგრამ ხორცი მართლა მეტი მომეჩვენა და მე მგონი რომ მართლა მეტი აქვს ხორცი. არ შემიძლია რომ არ დაგეთახმა, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ თავიდან რატომაც მეგონა რომ ყველაფერი სტანდარტული იყო, თუმცა ჭამის დროს მივხვდი რომ ხორცი აშკარად მეტია. ნახოთ დიდი ჰამბურგერი, რას მოგვიყვება, რას გვეტყვის. რომელიც თბილია სხვათა შორის. ცია შეფუთული რომ ცოტათი ისურება ესე რომ ვთქვა. ისურება და იშლება, მინდა გითხრათ ეს. ხო, აი დაშლა ცუდია, მაგრამ თუ ისურება, ანუ ეგ არაფერი ისეთი არა. შეფუთვა იშლება, ნახე იხება, იმიტომ რომ ძალიან სველია. ხო, აი სველი, აი ესეც სველია, იცი? არ ვიცი კადრში რამდენადი ჩანს, მაგრამ აი ზემოდან ცოტათი ნამიანია. აი ეს ნაწილი. იცი რა, ეს ხომ არ არის გამოწვეული იმით, რომ აი შიგნითაც ძალიან ნამიანად გამოიყურება და ხომ არ არის უფრო წვნიანი ხორცი. შეიძლება დიდი შანსია, მაგრამ წვნიანი ხორცი იყოს, მაშინ მშრალი არ მოგვეჩვენებოდა გემოზე. მშრალი ეს ზედა ნაწილი იწვევს ამ შეგრძნებას. პომიდორიც აქვს. აჰა. სალათის ფურცელიც აქვს, ხორციც აქვს. რთული საჭმელიც არის? რთული საჭმელი დასრიალებს, დასლიკინებს. ნახოთ გემოზე როგორია. საინტერესო соуსი აქვს, მე მგონი არის მდოგვი, ტკბილი მდოგვი. პირადად მე ჩიზბურგერი უფრო მომცრო ზომის მომეწონა, ვიდრე ეს. ეს არ არის ნამდვილად მშრალი, წვნიანია. არა მშრალი არ არის. აი ეგ მოქმედებაზეც კი ეთყობა, რომ წვნიანია, მაგრამ გემო მიუხედავად იმისა, რომ ის მშრალი იყო, ის უფრო ჯობდა. მგონი რომ ხორცი ცოტა ცხელიანი. კი ბატონო, და აქ მაქვს Wendy's-ის ჩეკიც, ესე ვთქვათ. მოდი, შევადაროთ. ანუ ორმაგი ჩიზბურგერი, მოკლედ. და ორი ბურგერი. ერთი კარტოფილი ფრი. უბრალოდ ფასებს თუ შევამოწმოთ, ამის ჯამის შემოწმებას შედარებას აზრი არ აქვს. ნახე 54 და 80. McDonald's-ი იყო 65 და 30, ანუ ბევრად მეტი რამ შევიძინეთ McDonald's-ში და მოვიდა, იქ Coca-Cola მოყვა და ორი ფრი მოყვა. ამ შემთხვევაში უფრო ძვირიანი გამოდის Wendy's-ი. ესე იგი, ორმაგი ჩიზბურგერი არის 16 და 90, გამოდის რომ 8 და 45 ღირს ერთი ცალი. ორმაგი ჩიზბურგერი 13 და 80, გამოდის რომ 6 56 და 80 ღირს McDonald's-ში, ანუ უფრო ბევრად დაბალი ღირებულება აქვს Wendy's-თან შედარებით. რაც შეეხება ფრის 4 და 90 ღირს აქაც და იქაც 4 და 90 ღირს, მაგრამ მე ფრი მირჩევნია Wendy's-ის, ბევრად მირჩევნია. ჩვენ ახლა ორი კომპანია გამოვიყენეთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საქართველოში. ანუ გამოიყენე ნიშნავს რომ მოწველე და მასკენეთ თუ როგორ გამოიყენე? არა, მოწველი არა, ბექა. მოწველი დი. მოწველი დი. სიამოვნებით? ხო. მოკლედ, აი შენ თუ მოუწველი ხარ ვინმეს? არა. ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით ნუ იღებ, მე გეუბნები გადატანით მნიშვნელობით. მე გადატანით მნიშვნელობით გიპასუხე. თორე პირდაპირით მოუწველი ვარ როგორ არა ხო? მოკლედ, ესე იგი. მოკლედ. ვაღიაროთ რომ McDonald's-ი და Wendy's-ი ერთ-ერთი ცნობილი კომპანიებია, რომლებიც გვაგემოვნებინებენ ხშირად ბურგერებს და ბავშვებისთვისაც, მოზარდებისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც უფრო მეტად ისინი ბურგერებთან ასოცირდებიან, ვიდრე დაუშვათ რაღაც სხვა კომპანია, რომლის სახელით შეიძლება რომ უცებ ვთქვა და ვიღაცა ადამიანს ბევრად ნაკლებად ეცნობს, ვიდრე ეს კომპანია. აუ, ბოდიში არ გისმენდი, რას ამბობდი? ახლა ვნახოთ ის განსხვავებული კომპანიები, როგორ ბურგერებს გამოგზავნიან. ისა დედა, აგვილაგე რა. იცი რა გააკეთე? ანუ დაახლოებით მოდი იგივე ფასის პირობებში, დაახლოებით ერთი იყო 11 და რაღაც, მეორე 11-12 ლარის ფარგლებში ნახე რამე ბურგერი რა. ექსტრამით ლოკაცია არის ჩვენთან, ჩვენ ლოკაციასთან. ექსტრამით პავილიონი ხო არ არის შემთხვევით?
ერთი წამი. იმიტომ რომ ერჯერ გამოვიძახე ეგ და მაგიტომ მაინტერესებდა. ექსტრამით პავილიონი ხო უკვე. ბატონი გძანდები თუ ქალბატონი. და ანუ 25 ლარი ღირს და მოტანით 30 ლარი ანუ ერთი цали ღირს 25 ლარი? არა, 2 ცალს ბურგერს მოგვიტანენ სადღაც 12 და 51 ღირს? ხო, ну აი მაგ საზღვრებში მინდოდა ზუსტად. და ნახოთ როგორი იქნება. კლიკე რა შეკვეთას. ეს როგორ დაგვიგდეს? წინა ბურგერი არა ჭამე, დისის ბურგერი? არა, ხო? მაგის ბრალია. გესროლა ეს ბურგერი. კარგია, ვაიმე რა უხარისხოა. არა, მე მოვკიდე ცუდად, იმიტომ რომ ნახე აქ დანაყოფები აქვს რა და ამის ბრალია ეს ნამდვილად ჩემი ბრალია. აი ზუსტად ამ პატარა სტიკერზე ვამბობდი, რომელიც ნახე ბრენდირებულია, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ კომფორტია იმისა და შეგრძნება იმისა, რომ ვიღაცამ არ ჩაიხედა და ასე შემდეგ რა, არ ჩაყო ცხვირი თუ თათი, ესე რო ვთქვა. თათი. ნახე, ზოგ საერთოდ არ აქვს, ამას 3 აქვს ასეთი. ხო, იმიტომ რომ არც ერთი მხრიდან არ გაიწეს. აქ რა მოხდეს, ესენი ბევრი დააბეჭდეს, ხო და გქონდათ და გამოუშვეს რა. ეს უნდა გავხსნა მთლიანად, გამომდინარე იქიდან, რომ კარგად გემრიელად არის. აი ხელთათმანები როგორც იქნა ხელთათმანები არის მაგრამ აი ეს ამბავი არის რომელიც გადმოსულ გადასულ და ასე შემდეგ არის ეს ერთი ცალი ისიც აჰა ჯანდაბას ეს მიაჭმოჭნეს ესე ცველია ესე იგი რადონის ცხელი შეფუთეს რომ ესე ცხელია კარგი რადგან ეს კომფორტი გვაქვს ჯანმრთელობას გამოვიჩენ და ვაიმე ეს თითი რატო ამოიწია ეს იცი ეს პონტი იცი არ გახეთქო? არა, არ გავხეთქო, მაგრამ ლამაზია. ერთი ცალი ჩემი. ამას ვაგროვებ ზაზა, მაგრამ ეს არ გავამადლება სველი. ნახეთ როგორი შიგ თავსი აქვს გარდა ამ ფარშისა, აქ არის როგორც გითხარით, უმად დაჭრილი ხახვი, კეჩუპი, ყველი. უმად დაჭრილი ხახვი რას ნიშნავს? იქ მოხარშულად დაჭრილი იყო? ხახვი არ იყო საერთოდ. როგორ არა, მაგდონალდსაც ქონდა ხახვი. ესე იგი არის გრძნობა. ხო, არის გზნობა, ეს აყალო ქვია, მე მგონი. ალყა, ხო. არა, იქ რაღაცა სხვა, მე ვფიქრობ, რომ რაღაცა სხვა ტექნოლოგიით მზადდება ის ხახვი, ანუ ალბათ ოდნავ მაინც იწალება, არ ვიცი, შეიძლება. იწალება? იწალება, ხო, ანუ ბოლოს რა გამოწალე? ბოლოს გამოგწალავ შენ დღეს. აი, ეხლა ეს იმ ხელა ბურგერია, რომ მაგალითად მე დიდი ბურგერები არ მიყვარს, მაგრამ ნუ ნამდვილი ბურგერი სწორედ დიდი ბურგერია უთქვა. იცი რა მაინტერესებს? ეს რა გადმოდის აქ? ეს გადმოდის ყუდავების წყარო. არა, რაღაც სხვა ფერის არის. კეჩუპია, ვითო? არ ვიცი რა არის მართლა. ვერ ხედავ, რაზე მეუბნები. ამაზე? ეგ უმად დაჭრილი ხახვი აძლევს მაგელ ფერს ალბათ. ნახე რა მომწონს, აი ეს შუა პური არის დატოსტილი. ყველა პური დატოსტილია კი. ხო, მაგრამ ეს არის გახუხული. სველი არ არის სხვადასხვა ბურგერი, მიუხედავად იმისა, რომ წვენი იყო გადმოსული, ეს ნიშნავს იმას, რომ მაჩვენა ძირი როგორ აქვს. გემრიელად აქვს და გემოვნებით აქვს ეს соуსები, კეჩუპები და ასე შემდეგ. კეჩუპი ყოფილა, ნახე, უბრალოდ მჟავე კიტრზე ყოფილა და ელფერი მისცა მწვანე, იმიტომაც გამიკვირდა. მჟავე კიტრის რა გითხათ, მე მგონი ეს უფრო პალაპენიოა, წიწაკა, ეგრეთ წოდებული. მაჩვენი, პალაპენიოა კი. ხო, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მეც. აი ჭამე მაშინ გინდა? არა, ესე რო გავამართო შეგიძლია? აი ენით რო გავამართო. ენით შემიძლია რომ ჩაგალეწო ეხლა. ო, ეგეთები შეგიძლია. აბა, ნახოთ როგორი მოყვარული ხარ პალაპენიოსი. ვიზუალური თვალსაზრისით მე მომწონს ეს, ანუ ძალიან კარგად გამოიყურება, ეს გახუხულმა პურმა მომხიბლა. ცოტა არ მომეწონა რომ გადმოსული იყო, მაგრამ დიდი მადლობა ხელთათმანებისთვის. ახლა ძალიან დიდი მადლობა და ნახოთ გემო როგორია. უმად დაჭრილი ხახვი მომეწონა რა. ცუდი არ არის, ვერ ვიტყვი რომ ცუდია. აი ეს იმაზე გრილზე შემწარი რო ეს მომწონს რა. ნაკლად ჭხლის სუნი აქვს. ხახვი აქვს ძალიან ბევრი. ძალიან ბევრია კი. აი ხახვი აქვს როგორც იცი, ქართულად რო ვიცი, წვადზე მოყრა დაახლოებით მაგ დოზის. ხო და ამიტომაც მწვადის გემოს მივამსგავსეთ. მაგიტომ მივამსგავსეთ, ხო? ალბათ კი. ვიზუალი უფრო კარგი ქონდა ბევრად, ვიდრე გემო. ესეც არანაირი პირადული. მიუხედავად პალაპენიოსი, მიუხედავად ტოსტის, მიუხედავად ვიზუალური ამბავის ეს ის არ არის რაც უნდა იყოს რა. ანუ ეს არ არის საფირმო. ეს
საფირმო, ცოტა კიდე უფრო მეტად დახვეწილი გემოსი უნდა იყოს. ინგრედიენტები არის ნამდვილად, პალაპენიო გამოჩნდა. როგორც თაკომ ბოდოში თაკო გითხარი ხო? როგორც კოტიტამ და ბოტოტამ აღნიშნა. მოკლედ უმად დაჭრილი ხახვი იყო, თითქოს ეს მოხარშული ხახვი იყოს, მაგრამ არა უშავს, გაუტაროთ ეს ამბავი. მაინც არ არის ის გემო რა გემოც უხდება ბურგერს. კი ბატონო, მე ვეთანხმები რომ ბურგერის გემო არა, ჩემთვის აქ მწვადის გემო. ხო. მოკლედ რაც არ უნდა, სადაც არ უნდა მიხვიდე, რაც არ უნდა გამოიძახო, რაღაც არ არსებობს, რაღაც ვერ დაუწუნო, ან რაღაც ვერ მოუწონო რა, ესე რომ ვთქვათ. ხო, მაგრამ მეტნაკლებობით მაინც რაღაცა რეზიუმეს გამოვიტანო. ხო, მესმის, უბრალოდ აქ მომეწონა ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი, ხელათმანები, ის შეფუთვაც ძალიან ლამაზად იყო დასტიკერებული და არ იყო შეგრძნებული იმისა რომ გახსნილიყო, მაგრამ გემო არ ვარგოდა ამბურგერის. მე პირადად, ჩემი პირადი პირის გემო და გამომდინარე, არ მომეწონა ეს ბურგერი. ჩემი პირადი მოსაზრება არის რომ ძალიან იგრძნობოდა ღორის ხორცის გემო. და ღორის ხორცი არ გიყვარს? ასე ღორის ხორცად ბურგერში რომ გრძნობ რომ ღორის ხორცია, ნამდვილად არ მეყვარს. ესე ღორმა რომ გიჩგვიჩილოს, ხო აქვს მაგის უფლება, რა ხება არ მიყვარს ღორის ხორცი და რას ამბობ, მე არ უყვარ, მე არ მჭამე, ღორმა რომ ესეთი აქცია. კარგი, მაგ სასამართლომდე, ანუ დავასრულებ ჩემს აზრს, რომ მე მგონი არაბურგერული ბურგერი იყო ეს მეგობრებო. ძალიან გავდა მწვადს და ძალიან გავდა კიდე აი მეორე ვარიანტად უფრო ქაბაბის ფარშის მსგავსი ფარში იყო ვიდრე ბურგერის. ხო, მაგრამ ვიზუალურად ყველაზე ბურგერული. ვიზუალურადაც და იმითაც რომ თუნდაც ხელთათმანი მოყვა და ამ ყველაფრის ჭამა არ მოგვიწია სუფთა ხელებით ეს კარგი იყო. ეს კარგი იყო. კარგით, მე და კოტიტა ერთი კვირით გემშვიდობებით, შემდეგ გადაცემაში შევხვდებით სხვა კერძებთან ერთად.